ყველგან პოლიცია არსად სამართალი ამ შეძახილებით ხელოვანები მიემართებიან ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ ისინი იმყოფებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან სადაც მიმართეს პარტნიორებს ითხოვეს რომ ქართული ოცნების წევრებს ლიდერებს გადაწყვეტილების მიღებ პირებს მოსამართლეებს დაუწესდეთ სანქციები რადგან მათი შეფასებით ოლიგარქის გუნდი იმსახურებს სწორედ სანქციებს თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს ამ შეძახილებით მიემართებიან ისინი ახლა შემდეგ საელჩოსთან იტალიის საელჩოსთან უნდა გაჩერდნენ იტალიის საელჩოში საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ ეტაპობრივად გესმით შეძახილები გაიფიცეთ ყველგან პოლიცია არსად სამართალი რადგან ამ 15 დღის განმავლობაში ამ ადამიანებმა ნახეს რომ ძალიან ბევრი პოლიციელი იყო ქუჩაში გამოსული თუმცა რეალურად არც ერთი არ ემსახურებოდა მათ უფლებამოსილებას მე ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრები აქციის მონაწილეებს ხელოვანებს ადამიანებს რომლებიც დილიდან არიან ქუჩაში საკუთარი სათქმელისთვის გითხარით რა არის თქვენი სათქმელი დღეს ევროკავშირის საელჩოსთან იყავით მოითხოვეთ სანქციები ახლა შემდეგ საელჩოსთან არის შემდეგი გაჩერების ადგილი გითხარით რა რომ შეშფოთების გარდა მიიღონ სხვა ზომები სანქციები და მიიღონ ყველა ის უკიდურესი ზომა რაც გამოაფხიზლებს ამ არალეგიტიმურ მთავრობას, იმიტომ რომ უკვე ისეთ ზღვას გადავიდნენ, რომ ჩვენ აღარაფერი აღარ გვაინტერესებს. ისეთ ზღვას გადავიდნენ, რომ იმ ადამიანებებს, ვინც ამ არჩევნებზე მიცეს ხმა ოცნების სასარგებლოდ, ისინი ჩვენ მხარეს არიან უკვე ბოლომდე გამომჟღენს თავი და ესეთი რეპრესიები ჯერ ჩვენ რასაც მოვეწერეთ არასდროს არ ყოფილა. ესეთი ყველა ადამიანს შეეხება. გვეუბნებიან რომ არავის არ დავინდობთ. გვეუბნებიან რომ არავინ არ არის მნიშვნელოვანი. აქ არ არის საუბარი იმაზე რომ ვინმე მსახიობი უფრო მნიშვნელოვანია ან ექიმი ვიდრე ნებისმიერი მოქალაქე. უბრალოდ საქმე იმაშია რომ ეს არის ტოტალური უსამართლობა, დაშინების მცდელობა და არ შეგვეშინდება ჩვენ იმიტომ რომ დასაკარგი ჩვენ აღარაფერი აღარ გვაქვს თუ ვიქნებით რუსეთისკენ და აღარასოდეს არ დაბრუნდებით რუსეთში. ძალიან დიდი მადლობა. მინდა რომ სხვებსაც გავესაუბროთ, პარალელურად გაჩვენოთ რა ხდება აი ახლა სასულიერო პირები დგანან მოპირდაპირე მხარეს ავტობუსი არ შეგვიშლის ხელს და გვაჩეროთ აქციის მონაწილეები მადლობას უცხადებენ მათ და ახსენებენ რომ 9 აპრილს პატრიარქი ხალხის გვერდზე იდგა. გიორგი მინდა რომ თქვენც კითხოთ ამ პროცესებთან დაკავშირებით თქვენი მოთხოვნა და სათქმელი რა არის? მოთხოვნა სრულიად საქართველოსი არის უცვლელი, ეს არის ახალი არჩევნები და გაზაფხულიდან მოყოლებული, დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება. ეს არის ის სამართლიანი მოთხოვნა, რომელიც მთელ საქართველოში ჟღერს დღეს და რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, რომელიც ძლიერდება დღითი დღეს უკვე თითქმის 17 მარშია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მივაღწევთ გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა. მე ვხედავ რომ ნანკა კალოტოზიშვილმა გადაინაცვლა სასულიერო პირებისკენ და მინდა რომ მივიდეთ იქაც ნახოთ რა ხდება, რა აქვს მას სათქმელი სასულიერო პირებისკენ. ახლა ნანკა კალოტოზიშვილი ესაუბრება სასულიერო პირებს. დავით, მოდი ვაჩვენოთ მსვლელობაც, აი ეს კადრის პრინციპში პირდაპირ ეთერში უკვე ნახეთ სასულიერო პირები ესაუბრებიან მსახიობებს, აქციის მონაწილეები კი მიემართებიან ისევ ჭავჭავაძის გამზირზე, ისინი ახლა გადაინაცვლებენ იტალიის საელჩოსკენ, შემდგომ უკვე მსვლელობა ექნებათ გერმანიის საელჩოსთან, ისევ მოითხოვენ რა თქმა უნდა სანქციებს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ახლა მოვისმინოთ რა ხდებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, რა გზავნილებით იყვნენ იქ მსახიობები მისული და არა მხოლოდ მსახიობები. Regard as good news for Georgian public and bad news for Georgian dream. What we're seeing now is defacing whole Georgian state. Police is not police anymore. Soon our constitution will not be a constitution of free people anymore. ხელოვანები აქ მოსულები არიან ოჯახის წევრებთან ერთად, მსახიობები, არა მხოლოდ მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები, ყველა ის ადამიანი, ვისაც მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები, ჩვენ კიდევ გავესაუბრებით რამდენიმე მათგანს, მოგესალმებით. მინდა რომ თქვენ სათქმელზე კითხოთ, აი ეს დღეები შეგვიფასეთ, რომელსაც თვალს ვადევნებთ, რა სიტყვით და რას დენად გონიათ, რომ ახლოს არის ახლა გამარჯვება, იმიტომ რომ პროტესტმა მოიცვა აბსოლუტურად ყველა სფერო, ყველა ქუჩაშია დღეს.
ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ გამოიღვიძა, ყველა პროფესიული გაერთიანება უკვე ქუჩაშია და აპროტესტებს იმ ძალადობას, რასაც ჩვენ ბოლო დღეები ავხედავთ. დღეს უკვე მე-14 დღეა, მე-15 დღეა, რაც ვდგავართ ქუჩაში და პროტესტი იმატებს და არანაირად არ იკლებს, ჩვენ არ ვიღლებით. დღეს ჩვენ გვინდა მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არის მოქმედების დღე, არის ხმის ამაღლების დღე, იმიტომ რომ მხოლოდ შეშფოთება არ არის სამწუხაროდ საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ ვებრძვით ძალიან დიდ მონოლითურ ქვეყანას, რომელსაც ჰქვია რუსეთი და მთლიანად ტოტალიტარულ სამყაროს და დღეს ნამდვილად ერთ-ერთმა გამომცვლელმა თქვა, რომ ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას საქართველოში და არა მარტო რომ ჩვენზე გადის დღეს მთლიანად დემოკრატია ევროპაშიც. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენზე გადის დემოკრატია ევროპაშიც. ეს არის ხელოვანების სათქმელი, ადამიანების, რომლებსაც საზოგადოება ძალიან დიდ პატივს სცემს, აქ არიან შეკრებილი ის ადამიანები, ვინც უყვართ საქართველოს მოსახლეობას, ვისაც პატივს სცემენ, უსმენენ, უყურებენ, შესაბამისად მათი პოზიცია, მათი შეხედულებები ძალიან ბევრს ნიშნავს ყველასთვის. ახლა როგორც გითხარით, ხელოვანები და მათი მარში მიემართება იტალიის საელჩოსკენ, შემდეგ გერმანიის საელჩოსთან გაჩერდებიან და ბოლოს, რა თქმა უნდა, შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას, რომელიც 7 საათზე უკვე ტრადიციულად საკანონმდებლო ორგანოსთან გაიმართება.